დილამშვიდობისა დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუსტად 107 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს არსებობა შეწყვიტა არასრული 3 წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 7 ათეული წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა. გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მშვიდობიან ბედნიერ დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას გისურვებთ. დილამშვიდობისა სოფია. დილამშვიდობის გეგი, მეც გილოცავ, ვილოცავ ჩემს საყვარელ ქვეყანას დღევანდელ დღეს. გაერთიანებულ, გამთლიანებულ და ერთსულოვან ქვეყანაში გვეცხოვროს რა თქმა უნდა ჩვენ და ჩვენს მომავალ თაობას. თქვენ ყურებთ ერთსულოვნების დილას, გეგინემ სიწერძესთან და სოფიო გუჭავასთან ერთად. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ახლა კი ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და ერთად შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 26 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ექვთიმე ქართველს, ათონელს, წმინდა მოწამე გლიკერია ქალწულს და მასთან ლაოდიკეს, დილეგის მცველს, წმინდა მოწამე ალექსანდრე რომაელს, წმინდა გიორგი აღმსარებელს, მის მეუღლე ირინეს და მათ შვილებს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონს, ბუნებრივია ჩვენი დღევანდელი გადაცემა მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავისუფლება და მისი ქრისტიანული გააზრება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება დიდ დიღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი იმყოფება თავისუფლების მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. ასევე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია და რა თქმა უნდა ერთად ვადევნებთ თვალყურს ჩვენი გადაცემის მეშვეობით. გადაცემის მსვლელობისას შემოგვიერთდება ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ისტორიკოსი კონსტანტინე გამსახურდია. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე 26 მაისი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი მნიშვნელობა. ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უკავშირდება. რა მასალებს ინახავს საქართველოს ეროვნული არქივი 26 მაისთან დაკავშირებით. ჩვენი გადამღები ჯგუფი გაეცნო ექსპოზიციას, რომელიც მრავალ მნიშვნელოვან მასალას მოიცავს. გადაცემის დასკვნით ნაწილში კი ვნახავთ სიუჟეტს. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
დაუბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. დილომშვიდობისა მამა ლუკა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დიდი მადლობა მოგწონებისთვის. დიდი მადლობა ასევე გილოცავთ ამ წინვალე დიდებულ დღესასწაულს, რომელიც ისტორიულად თუ შევხედავთ ღვთისმსაჩუქარია და ღმერთმა შეგვარგოს. დიდი მადლობა, გაიხარეთ. თავისუფლება და მისი ქრისტიანული გააზრება, ეს არის დღეს ჩვენი სასაუბრო თემა, რომ განმარტოთ და აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს ძალიან რთული და დიდად სასაუბრო თემაა, ხომ? ამოუწურავი თემა შეიძლება აუცილებელი თემა, რომ სწორად გვესმოდეს, იმიტომ რომ კაცობრიობას თავისი მსოფლმხედველობის მიხედვით თვითონ ესე ტერმინები სხვადასხვანაირადაა დალაგებული. ყველას თავისი მსოფლმხედველობის მიხედვით ესმის სიტყვა თავისუფლება და ასე შემდგომ. მადლობა ღმერთო, ჩვენ ქრისტიანები ვართ და ქრისტემ მოიტანა ის ცოდნა, რომელსაც ჩვენიერი ატარებს ისტორიის მანძილზე და ვითვლებით ქრისტიანებად. და თვითონ მხსნელის, ქრისტეს, მესიის, იესო ქრისტეს მოსვლას წინ უძღოდა წინასწარმეტყველებები. და წინასწარმეტყველება ესეთი იყო, რომ ღმერთი რომ განხორციელდებოდა, ის ადამიანებს დაიხსნიდა ბორკილებისგან, სიბრმავისგან და სიბნელის მონობისაგან. ანუ ესე იგი რომ ვთქვათ, ის მოუტანდა მათ თავისუფლებას. და ჩვენმა ერმა ამას გაუგო, ღმერთს გაუგო. როგორც წმინდა გიორგი მთაწმინდელი ბრძანებს როდესაც ის საბერძნეთის პატრიარქს ესაუბრება, ჩვენმა ერმაო, რაც მესია გამოჩნდაო ამ ქვეყანაზეო, ჩვენ ის მივიღეთო და არ გვიღალატეაო მისთვის და არც უღალატებთო, ეს ღმერთმაც ნუქნასო. იმიტომ რომ ჩვენ ერს ესმის თავისუფლების ფასი, ზოგადად ვითვლებით, რომ თავისუფლების მოყვარე ერი ვართ, ზოგადად რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში ვიყოთ პიროვნულად თუ სახელმწიფოებრივად, ყოველთვის გვაქვს იმედი უკეთესის და ეს თავისუფლების მოყვარეობიდან მოდის. მაგრამ ეხლა ჩვენში, როდესაც ხდება ქრისტიანობის, ასე ვთქვათ, გააზრება და წინ წამოწევა და უკვე უფრო მეტად და მეტად ვერ ყვევით ქრისტიანობაში, ანუ ქრისტეს ქადაგებებში, ქრისტე, როდესაც ერთგან ქადაგებს, ეს იოანეს სახარების მერვე თავშია, სადაც იუდეველებს უქადაგებს, რომ სცანითო ჭეშმარიტებაო და ჭეშმარიტებაო გაგათავისუფლებთო თქვენო. იუდეველები ეუბნებიან, ჩვენ არავის მონა არა ვართო, თუმცა მაშინ რომის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ, მაგრამ შინაგანად მიიჩნევდნენ, რომ არავის მონა არ იყვნენ. და ჩვენ არავის მონა არა ვართო. და უფალი ამ დროს იძლევა ზუსტად იმ ცოდნას, რისთვისაც ის მოვიდა. ვინც რა ცოდვას ჩადის, იმ ცოდვის მონაა. და ცოდვის საშუალებით, რა თქმა უნდა, ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ ექცევა ადამიანი. ამიტომ თავისუფლება ქრისტიანული გაგებით, ქრისტესგან, ღმერთისგან მოტანილი ცოდნის გაგებით, ესე იგი, არის არა გარეგნული მდგომარეობა, რომ ქვეყანა თავისუფალია გარეგნულად, არამედ ეს არის შინაგანი მდგომარეობა. ესე იგი, ადამიანი უნდა იყოს შინაგანად თავისუფალი. და თავისუფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ ქვეყანას. და რამდენად სწორად არის გააზრებული დღევანდელ დღეს მამა ლუკა თავისუფლება თავისი ქრისტიანული გაგებით? ჩვენში იქადაგება საეშმაკო ქადაგებებით, როდესაც სურთ და ეს სასწავლო დაწესებულებებში სამწუხაროდ აქტიურად არის და თავისუფლება წარმოჩენილია, როგორც შენ თვითონ გააქვს უფლება, რაც გინდა ის აკეთო. და რაც გინდა რომ აკეთო, სწორედ რომ არ არის თავისუფლება. იმიტომ რომ როგორც ერთი ფილოსოფოსი ამბობს, ადამიანსო იმდენი ბატონი ყავსო, რამდენი ცუდი თვისებაც აქვსო. იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება არც გინდოდეს, რომ ცუდი რამ გააკეთო, ან გნებავთ ბოროტება გააკეთო, მაგრამ შენ და უნებურად გამოდის. შენ და უნებურად რო გამოდის, ეს ნიშნავს, რომ შენში ცოცხლობს ცუდი თვისება. რომელიც ცუდი თვისებაც შენს ნებაზე ვერ გაცხოვრებს, მის ნებაზე იცხოვრებ და ამ ცოდვების დეკორაციების უკან, რა თქმა უნდა, ბოროტი ძალა იმალება. ჩვენ ვიცით ქრისტეს მოგზაურობა ერთ-ერთ ქალაქში, ღადარინელი ეშმაკეული, როდესაც შემოხვდა მას
ეს ადამიანი სახლში ვერ ჩერდებოდა, საფლავებზე ცხოვრობდა, ჯაჭვებით ვერ ამაგრებდნენ, ვერ აბამდნენ, წყვიტავდა ყველაფერს და საშინელ სტრესში ყავდა მთელი მოსახლეობა. და ყველაზე ჟინოდა იქ გავლა იმ სასაფლაოზე, სადაც ეს ეშმაკეული ცხოვრობდა და აი ქრისტე როდესაც მოვიდა, მე ესე არის ჩვენ ვიცით რომ რა არის შენი სახელიო, ეკითხება დემონს, რომელიც ამ ადამიანშია შესული. ჩვენი სახელი ლეგიონი არისო. ანუ იმდენი ვართო, ლეგიონი რომაული ჯარის ერთეულია, ხომ? სადაც 3-დან 6,000-მდე მეომარი შედიოდა. და ესე იგი 1000-ობით ვართო ამ ადამიანშიო და რომელიც სახელს გვეკითხებიო, ჩვენო ლეგიონი ვართ, ბევრი ვართო ძალიან. ესე იგი ამ ადამიანს ჰქონდა ბევრი ცუდი თვისება და ის თავის ნებაზე ვეღარ ცხოვრობდა. და აი ჩვენს ნებაზე ვერ ვიცხოვრებთ, ჩვენ ვიცხოვრებთ ცოდვის ნებაზე და ცოდვის უკან კი, რა თქმა უნდა, მისი კურატორი დემონი არის, რომელიც მართავს ფაქტიურად ჩვენს ცხოვრებას და ადამიანის ცხოვრება, ქვეყნების ცხოვრება, ერების ცხოვრება შეიძლება დემონთა დაწერილი სცენარით მიმდინარეობდეს. და აი ამას შეეწინააღმდეგა ქრისტე. ეს ჩვენ დავინახეთ ქართველებმა. და როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, ჩვენ ქრისტეს, რომელიც ჯვარს ეცვა კაცობრიობისთვის, ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის, არაფრით არ დავთმეთ ეს და თავპირ დასისხლიანებულმა დღემდე მოვიტანეთო. და მე საწოდაობა არ არისო, რომ დღეს დავკარგოთ ეს. და ჩვენ, ესე იგი, სწორედ ასე უნდა აღვიქვათ, რომ თავისუფლება ეს არის, არა ვთქვათ, გარეგნული აქტი, არამედ ეს შინაგანი მდგომარეობა. შენ უნდა იყო თავისუფალი. შენ არასდროს არ უნდა დათმო ეს თავისუფლება. თორემ შეიძლება გარეგნულად ხელმძღვანელიც იყო, მმართველიც იყო, მეფეც იყო, უმაღლესი თავისუფლების მქონე ქვეყნის ზესახელმწიფოს მმართველიც იყო, მაგრამ შენ შინაგანად შეიძლება არ იყო თავისუფალი და იყო მონა ხრწნილებისა, როგორც აი ვთქვათ, პავლე მოციქული ამბობს ერთგან. და ხრწნილების მონას არ შეუძლია, რომ ხალხი თავისუფლებისკენ წაიყვანოს. ასეთ ადამიანს ხალხი ესე იგი თავისუფლება მერე ბუტაფორია ხდება გარეგნულად და სინამდვილეში ადამიანებს არ აქვთ თავისუფლება, ქვეყნებს არ აქვთ თავისუფლება და მათი ცხოვრება, როგორც თქვით, აი დემონთა სცენარით მიმდინარეობს და ეს ნამდვილი თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ ჩვენ. როგორ უნდა აღზარდეს ჩვენში ეს ნამდვილი თავისუფლება და სწორი გაგებით, ქრისტიანული გაგებით თავისუფლება? მამა ლუკა, და რამდენად შესაძლებელია, რომ ქრისტეს გარეშე ეს ყველაფერი მოვიპოვოთ? ხო, რა თქმა უნდა, ღმერთის გარეშე ამას ჩვენ ვერ მოვიპოვებთ, იმიტომ რომ საქმე ეხება, რომ დემონთა ბატონობის ქვეშ ვართ მოქცეული ადამიანები და იქედან თავს ვერაფრით ვერ დააღწევ, უბრალოდ ვერაფრით ვერ დააღწევ. ვერც ერთ სულუმნიშვნელო ცუდ თვისებასაც ვერ მოიშორებ. თუ არა ღმერთის შემწეობა. და აი ღმერთის შემწე უნდა იყოს. ანუ ჩემში უნდა მოხდეს სინერგია, ჩემი ენერგიისა და ღმერთის ენერგიის დაკავშირება და აი ამით რომ გავარღვიო ის ალყა, რომელშიც მე ვარ მოხვედრილი და მე მას ვერ გადავრჩევი. და რაც შეეხება როგორ უნდა გავაკეთოთ, აი ამაზე საუბრობდა 80-იან წლებში მერაბ მამარდაშვილი, ეს დიდი ფილოსოფოსი, რომელიც ესეთ რამეს ამბობს, რომ დღესო ჩვენი პრობლემა ის კი არ არისო, რომ ჩვენ პოლიტიკური დამოუკიდებლობა არ აგვაქვსო. დღესო ჩვენო, ამას უკვე ჩემი სიტყვებით ვამბობ, აზრს ვამბობ, რომელიც ახლა ესე იგი დღეს ჩვენი პრობლემა არის უსინდისობაო. დღესო ახალგაზრდა რო იზრდებაო, ვერ ხედავსო პატიოსან ხალხსო, ხედავსო ვერტიკალურად მდგომ გვამებსო. ადამიანებს, რომელებიც ჭამენ, სვამენ, საუბრობენ, მოღვაწეობენ ბრწყალებში, მაგრამ არიან უსინდისონი. და იგივე პრობლემაა დღესაც და იგივე პრობლემა იქნება ყოველთვის. ეს სწავლება ქრისტემ მოიტანა და ზუსტად მერაბ მამარდაშვილმა ზუსტად დროულად თქვა ეს, რომ და მართლაც ესეა, მე რო უსინდისო ვიყო, რას ნიშნავს მაშინ თავისუფლება? და მე თავისუფლების იმ გაგებამდე მივდივართ, რაც მე ეშმაკისგან დგეს იქადაგება, რომ თავისუფლება იცი რა არის? შენ რომ ისიამოვნო, რაც გინდა ის რო გააკეთო. და აქამდე მიყავს საეშმაკო ღვთის, საეშმაკო პროპაგანდას ადამიანი,
რომ მე მიაჩნია, რომ რა არის იცით და დემოკრატიაც ასეა, ხშირ შემთხვევაში გაგებული იმადგან, ვინც ამას ღრმად არ ჩასწოდა, რომელიც ამბობს, რომ იცით, მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის და მე მაქვს უფლება, რაც მინდა ის გავაკეთო. და გაქვს უფლება და აკეთე, განაღმერთი გიშლის, რაც გინდა ის აკეთო. ღმერთი უბრალოდ გისურვებს, რომ შენ გახდე თავისუფალი და არა მონა ეშმაკთა, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან დიდ ექსპლუატაციას კი არ ეწევიან ადამიანისა, უბრალოდ სრისავენ მას, ტეხავენ მას და მას პიროვნულობას აკარგიებენ. და თუ დაკარგე ღმერთი, თუ დაკარგე თავისუფლება, თუ დაკარგე პიროვნულობა, ყველაფერს დაკარგავ. საიდან შეგრჩება ის ღვთიური თვისებები, პირველი თავისუფლებაა, მეორეა გონიერება, მერე შემოქმედების უნარი, რომ რაღაცა თქვა, რაღაცა აკეთო, ნოლიდან რაღაცა გააკეთო. აი ეს შემოქმედების უნარს კარგავს მერე ადამიანი და იქცევა ჭანჭიკად და იქცევა მერე გარემოებების მსხვერპლად, ასე ვთქვათ. არა და ადამიანს ბიბლიურად როგორ არის ისუნავე მზე გააჩერა ერთხელ. მისი ბრძანებით გაჩერდა მზე. ან და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება რო გავიხსენოთ, საოცარი ფაქტია, რომ ესე იგი ტყეში მუშაობდნენ და მასალას იმარაგებდნენ და ამ მორებს აცრიალებდნენ ყინულზე. და როდესაც თურმე ერთი ბერი გადადის მოხუცი და ამ დროს ეს მორები ესე იგი დაცურებულია. და გაიტანს ამ ადამიანს და მეორე მხარეს მამა გრიგოლია და მამა გრიგოლ შემეწიეო და მამა გრიგოლი ტრიალდება და ჯვარს ახავს და ამბობს ძელო დადეგ და ძელი გაჩერდა და გადმოვიდა ეს მოხუცი და ჩამოსრი. ესე იგი ადამიანს აქვს რაღაცა ისეთი რაღაცნაირი ძალა კი არა, რაც ღმერთს აქვს, იმ ძალას იძლევა, იმ ძალას მიიღებს ადამიანი, თუ ის იქნება ნამდვილად თავისუფალი. რასაც მე შევძლებო, იმაზე მეტ შეძლებთ თქვენო. ამბობს ქრისტე, ეუბნება თავის მოციქულს. საოცარია ნამდვილად მამა ლუკა, ჩვენი მშობლიური ქართული ენა, ამით მხოლოდ ჩვენ არ ვიწონებთ თავს, ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. აი თავად სიტყვის მნიშვნელობაზე მინდა გკითხოთ, ქრისტიანული კუთხით და გაგებით ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? ადამიანი რომ იყოს თავის საკუთარი თავისუფალი. კი, აი უნიკალურია ჩვენი კულტურა, იმიტომ რომ ჩვენი კულტურა უკვე დაემთხვა საუკუნეების მანძილზე ჭეშმარიტებას და ქრისტიანობას და ჩვენ კულტურულადაც კი ესე იგი ქრისტიანები ვართ. და ამიტომ არის რომ მას ჩვენ ვერ ვკარგავთ და აი არ ვკარგავთ და ვერც ვკარგავთ. და აი თავისუფლება სწორედ ამას ინიშნავს, როდესაც შენ თავზე გაქვს უფლებები. და თუ შენ გაბატონებულია რაიმე ცოდვა, ნებავთ რაიმე ცუდი თვისება, ნიშნავს რომ შენ თავზე უფლება არ გექნება. როგორც ერთმა მითხრა ჩვენმა მრევლმა, აი მინდოდაო წამოსვლაო, ხატოვნად თქვა და კარგი მაგალითია. მინდოდაო წამოსვლაო, მაგრამ ფეხებიო იქეთ წავიდაო. და გურამდო ჩანაშვილიც ხო ამბობს ერთგან, რომ ეს არის ადამიანიო, რომელიცო ერთს ფიქრობსო, მეორე უნდაო, მესამე საკეთებსო და მეოთხე გამოზდისო. და სრული ქაოსია ადამიანში და ესეთი ადამიანი, აი უმაღლესი დოლის პოლიტიკურ თავისუფალ ქვეყანაში რო აცხოვრო, ის მაინც მონაა და მონა ცოდვის. და ქრისტემ ამაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ნუ იქნებითო ნურაფრის მონაო, არაფრის მონა არ უნდა იყოს ადამიანი. არ შეიძლება. ადამიანი როგორც ფსიქოტიპი, როგორც დაბადებული, ის თავისუფლად არის დაბადებული, თავისუფალი უნდა იყოს, პიროვნება უნდა იყოს, ინდივიდი უნდა იყოს. ჩვენიერი სწორედ ასეთია, ძლიერი ინდივიდია, მაგრამ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა არის თავისუფლება და არ შეიძლება რო არ შევეხოთ იმას, რომ დღეს რაც ყველაზე დიდი საშიშროება არის მსოფლიოში გაბატონებული და გამარჯვებული, ასე ვთქვათ, რელიგია თუ სწავლება ეს არის, რომ სიამოვნების მოყარეობა. ადამიანი ლეგიტიმურად მიიჩნევს, ესე გონია, რომ მე რო ჭამ, სვამ, ცხოვრობ, მე სიამოვნება უნდა მივიღო ამით. აი ეს ქვეყნად ერთხელ მოვდივარ, ერთხელ ვიბადები და შესაბამისად ყველაფერი უნდა ვიგემო, რაც მე სიამოვნებას აი ეს არის ამპარტავნების ერთ-ერთი გამოვლინება. სიამოვნების მოყარეობა, ფუფუნეობის მოყარეობა და ადამიანი არის დაჭერილი და ადამიანი აღარ არის თავისუფალი. ადამიანი დამოკიდებულია რაღაცაზე.
და აბა თუ ჭამის მოყვარე ადამიანი აბა სცადოს და რაღაცა ნორმები დაუდგინოს თავის თავს. მაგალითად, ცუდი თვისებები აქვს, აბა სცადოს და შეეწინააღმდეგოს თავის ცუდი თვისებებს. ლამის დეპრესიაში ჩაგაგდებს შენს ცუდ თვისებებთან ბრძოლა და თუ ღმერთი არ შეგეწევა, თავს ვერ გაითავისუფლებ. ამიტომ ჩვენ ნამდვილი მიზნები უნდა გქონდეს, ჩვენ ნამდვილი ცხოვრება უნდა გქონდეს და ჩვენ ნამდვილი თავისუფლება უნდა გქონდეს. იმიტომ რომ ჩვენი წინაპარი ჭაბუა როგორ ამბობს, რომ პატრიოტი ის არის, ვინც სამშობლოს შესწირავს ყველაფერს, რაც შეუძლია და იქედან იმდენს აიღებს, რასაც მას ბედი არ გუნებსო. და ესე იგი სამშობლოსთვის უნდა გემეტებოდეს თავი. მე ხო ვარ 100,000 მოწამის ტაძრიდან. ეს რა არის? ეს რა ფაქტია, რომ ხატს არ გადაუარეს, უკაცრავად არ დააფურთხეს და ამის გამო სიცოცხლე წააგეს. ამ დროს უმდიდრესი იყო იმდროინდელი ჩვენი წინაპარი ჯალალედინიო და მისი არმია 7 დღე ითვლიდნენ იმ ალაფს, რომელიც ხალხისგან სახლებიდან ამოიღეს და ამ დროს სამეფო საჭურჭლები უკვე გატანილი იყო თბილისიდან და წარმოიდგინეთ უმდიდრეს ხალხს არ გაუჭირდათ თავის გაწირვა და რის გამო რომ ხატს არ გადაუარეს და არ დააფურთხეს. თანამედროვედ, ასე ვთქვათ, თანამედროვედ რომ პრაგმატულად იაზროვნო, რა მოხდა, გადაუარე, გადაირჩინე ცხოვრება, მერე წავხვალ აღსარება სიტყვი და მოინანიებ და ეზიარ. არა, აი ჩვენ წინაპარს ზუსტად ესმოდა, რა შეიძლება გააკეთო, რა შეიძლება გააკეთო და რა არ უნდა იკადრო არავითარ შემთხვევაში. და ეს ღმერთთან ურთიერთობა შეუძლია მხოლოდ თავისუფალ ადამიანს, მხოლოდ სიკეთის, სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების მქონე ადამიანს. მატერიალურად მთავარი სიმდიდრე მოიპოვეს ამით მამა ლუკა. და დაამტკიცეს და დაგვიტოვეს. აი თითქოს იმ მომენტში გამოსავალი, სხვა გამოსავალი არ იყო. მაგრამ აი ჩემ ფსიქოლოგიად მე დამიტოვა ეს, რომ გამოსავალი ყველა შემთხვევაშია ღმერთთან მეგობრობა არ უნდა შეწყვიტო. შენი თავისუფლება არ უნდა დაკარგო. არავის არ უნდა შეგეშინდეს. არავის არ უნდა შეგეშინდეს. გენებავს ეს ამა ქვეყნის ძლიერი იყოს და გნებავს ის რაღაცა ცოდვა იყოს, რომელიც გიზიდავს და როგორც მაგნიტი ისე გიზიდავს, მაგრამ შენ ეს არ უნდა დათმო. და ეს შენ შეგიძლია და ეს გაუკეთებია ჩვენ წინაპარს და ამის მაგალითი უამრავია ჩვენს ისტორიაში. შეიძლება დააფიქროს ხო შენ მაგალითად საქციელმა რეალურად რომ რატომ იქცევი ასე კითხვები გაუჩნდება მასაც და შეიძლება სულაც შენ გზას შეუდგეს. რა თქმა უნდა, აი სოკრატეს ხო უთხრა ერთმა ათენელმა მოქალაქემ რომ შენ რომ ძულხარო მეო რადგანო შენ რომ ხედავო ჭეშმარიტება მახსენდებაო და როდესაც პატიოსან ადამიანს ხედავს უსინდისო ადამიანი იმ უსინდისოს ახსენდება რომ შეიძლება პატიოსანი ცხოვრება ამ ქვეყანაზე. თუმცა აი მე ბავშვობიდან მახსოვს მასობრივად იყო უსინდისო ცხოვრების წესი იყო მასობრივი და ესე იგი ასეთი წარმოდგენა იყო რომ ესე იგი შეუძლებელია უსინდისო ცხოვრება. ისა პატიოსანი ცხოვრება არის შეუძლებელი. უსინდისო ცხოვრება ნორმაა. ახლა ყველა აკეთებს და შენ რატო არ აკეთებ და ასე. მაგრამ ამ დროს პატიოსანი ადამიანი რო გამოჩნდება, ეს არის როგორც იონი კიბის აღწერილს აქვს ეს საოცრად დახასიათებული. ეს ადამიანი არის როგორც მზე საზოგადოებაში, როგორც მანათობელი, როგორც მნათობი, რომელიც არის ესე იგი ასეთი სიტყვა აქვს ნახმარი ასეთი ესე იგი ტერმინი რომ ღმერთი დემონთა. ანუ მასზე დემონები ვეღარ ამყარებენ ვერანაირ ძალაუფლებას. და ის არის სრული თავისუფალი. აი თავისუფლება ამას ნიშნავს. როდესაც დემონები აქედანაც მოგვივლიან, იქედანაც მოგვივლიან, ამ ხაფანგს დაგიგებენ, იმ ხაფანგს დაგიგებენ და მაინც ვერ დაგიპყრობენ. აი ეს არის ნამდვილი თავისუფლება და ასეთი ადამიანი არის ღმერთი დემონთა და საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ადამიანი. და აი ჩვენს ისტორიაში, როდესაც ყავდნენ პატიოსანი ადამიანები, ჩვენ ისინი დღემდე გვახსოვს. და დღემდე გვიყვარს ეს ადამიანები და მადლობა ღმერთს რომ ჩვენს ერთს ყველა ეპოქაში ყავდა პატიოსანი ადამიანები. აი ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი ღმერთი მოგვივლენდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც გადატეხავდნენ მთელ დემონურ სცენარებს. დიახ. აი მამა ლუკა საინტერესოა რამდენად აქვს მნიშვნელობა
პერიოდს, სხვადასხვა პერიოდს ჩვენ ცხოვრებაში და ზოგადად გარემოს თავისუფლების აღქმის კუთხით, აი თქვენ ახსენეთ, რომ თავისუფლების გაგება ხშირად სამწუხაროდ ისე ხდება, თითქოს რაც უნდა ადამიანს ისაკეთოს, ეს რგონია. შეიძლება თუ არა ეს გამოიწვიოს პერიოდმა ცხოვრების და ზოგადად გარემომ, გარშემოყოფმა ადამიანებმა ირგვლივ. აი ფსიქოლოგიაში არის ასეთი მეცნიერული მიგინება თუ როგორ თქვა. როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩადის, ფსიქოლოგთა ენაზე, მაგრამ ცოდვას ჩადის ჩვენს ენაზე, ესე იგი ადამიანი თუ ცოდვის მხარეს იჭერს, თუ დანაშაულის მხარეს იჭერს, მაშინ ის ცდილობს, რომ გაამართლოს ეს თავისი ცოდვა, თავისი ჩადენილი დანაშაული და იწყებს ასეთ არგუმენტების მოყვანას, რომ ესეთი სიტუაცია, სხვა გამოსავალი არ იყო, ყველა ამას აკეთებდა და მეც გავაკეთე და ასე შემდგომ. ეს როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამას აკეთებს ადამიანი მაშინ, როდესაც ის ცოდვის მხარეს არის. და თუ შენ ცოდვის მხარეს აღარ დადგები, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეპოქას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეპოქას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენს გარეთ რა ხდება და საერთოდ შენს გარეთ რა ხდება, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მნიშვნელობა როგორ არ აქვს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ სულიერება, სიცოცხლე შენს შიგნით მიმდინარეობს, შენს გულში მიმდინარეობს. ესე იგი, სიცოცხლე და ცხოვრება ჩვენს გარეთ კი არ მიმდინარეობს, ჩვენ შიგნით მიმდინარეობს. აი მაგალითად, თუ მე კარგ ხასიათზე ვარ, სხვანაირად ხედავ ფაქტებს, თუ ცუდ ხასიათზე ვარ, სხვანაირად ხედავ, გააჩნია შინაგანად როგორ ვარ. ესე იგი, მთავარი მაინც შინაგანი სამყაროა. ამიტომ შენ, ესე იგი, უფალი მარადიულ ცლებებს რო იძლევა, იმას კი არ ამბობს, რომ ამ ეპოქაში იმრუშეთ და იმ ეპოქაში არ იმრუშოთ, ამ ეპოქაში მოიპარეთ და იმ ეპოქაში არ მოიპაროთ. არა. ეს ყველა ეპოქას ეხება, არა კაცკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილისწამო. ანუ ნორმები რო უნდა დაიცვა და ვინ ქმნის ამ დინებებს? ზოგადად როგორც თქვით, დემონური ძალები ქმნიან ამ დინებებს, რომელთაც ასე ვთქვათ, თავისი წარმომადგენლები ყავს და ამაზე პავლე მოციქული საინტერესოდ ამბობს. ფრთხილად იყავითო, ცრუ ძმანი არიანო შემოსულიო, რომლებიც აკვირდებიანო თქვენს სარწმუნოებასო, რომ ღმერთს ჩამოგაშორონო. და ყოველთვის ვიღაცა არის მავანი, შეიძლება სახელიც არ ვიცით, ეხლა აქტიურია ტერმინი deep state, ვიღაცა აქტიურად აკვირდება, რომ შენ რანაირად გმართოს, რომ ჩამოგაშოროს ღმერთს. თუ შენ ღირებულებები გექნება, შენ პიროვნება ხარ, თავისუფალი ხარ. და როდესაც ცდილობენ ჩამოგაშორონ ღმერთს, ნიშნავს, რომ თავისუფლება უნდა დაგაკარგიონ. და ჩვენ ხო ვიცით, იმპერია როდესაც შედის რომელიმე ქვეყანაში, იქ ცდილობს, რომ ცოდვები დანერგოს. იმიტომ რომ ადამიანმა თუ ცოდვები ჩაიდინა და ეხლაც არის იქადაგება ისე, რომ ჩაიდინე ნებისმიერი ცოდვა, დაკარგე თავისუფლება, შენ აღარ იქნები მერე პიროვნება და მერე ადვილის სამართავი ხარ. ამიტომ ჩვენ ამ დროს არ უნდა დავემორჩილოთ, ჩვენ დროის ზევით ადამიანი ვართ, ჩვენ არა ვართ პირუტყვი. პირუტყვი მაგალითად დროში და გარემოში ცხოვრობს, ადამიანი არა, ადამიანი უნდა იყოს ზეცის მოქალაქე და ქვეყნის ანგელოზი. ესე იგი, ზეციური კანონებით მცხოვრები, შინაგანად სამოთხის მქონე და ამ ქვეყანაზე ანგელოზი, ანუ ამ ქვეყანაზე სიკეთის მომტანი, ღვთაებრივი სიკეთის მომტანი და ეს უღრმესად ესმის ჩვენს წინაპარს და ამიტომ არის რომ ქრისტეს ერთგულ, ამიტომ არის ვახტანგ გორგასალი რომ ამბობს რომ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს და მადლობა ღმერთს მე ვიყავი 23 წლამდე მოუნათლავი და არა ქრისტიანი, მე გავხდი ეხლა ის მდგომარეობა მაქვს რომ თუ მე დამაკარგიებს ვინმე ქრისტიანობას, მე აღარაფერი არ დამრჩება. დამრჩება ჭამა, სმა და სიამოვნება, რომელიც პირუტყვულია და რამდენი უნდა ჭამო და რამდენი უნდა ისიამოვნო. ძალიან დიდი მადლობა მამა ლუკა, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დაგემშვიდობებთ. ასევე და ნამდვილ თავისუფლებას უსურვებ ჩვენს ერს და ის პოლიტიკური რაც გვაქვს, ღმერთმა უმაღლეს დონეზე აგვაყვანიოს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დიაკონოზი ლუკას უპატაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია ერთად აღვაბნოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგველოდეთ.
ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეტირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და
გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. ერთსულოვნების დილა კვლავ პირდაპირ ეთერშია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი იმყოფება თავისუფლების მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. ასევე გაიმართება წვიმამდელთა ფიცის დადების ცერემონია. ნინი დილამშვიდობის, ჩაგორთვება ახლა. დილამშვიდობისა ნინი, დილოცავ დღევანდელ დღეს. დილამშვიდობისა. ეს დღე ჩვენია, სწორედ ეს არის დღევანდელი დღის მთავარი გზავნილი. ეს დღე მართლაც თითოეული ჩვენგანისაა და მე აქედან უდიდესი სიყვარულით მოგილოცავთ ყველას ამ ეროვნულ დღესასწაულს. 26 მაისთან დაკავშირებით ტრადიციულად ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. მე ახლა როგორც ხედავთ თავისუფლების მოედანზე ვიმყოფები, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ყველაზე ემოციური ეპიზოდი იმართება დღევანდელი საზეიმო ღონისძიების, რადგან აქ ახალწეულები სამხედრო ფიცს დადებენ. როგორც ხედავთ, თავისუფლების მოედანზე გამოფენილი არის სამხედრო ტექნიკა მოსახლეობისთვის და ეს ტრადიციულად ხდება ხოლმე და ანალოგიურად წელს სამხედრო ტექნიკა გამოიფინა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. და ასევე თქვენ როგორც ხედავთ, აქ იმყოფებიან თავდაცვითი ძალების ქვედანაყოფები შესაბამისი აღჭურვილობით. ჩემთან ერთად ახლა იმყოფება სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეკრუტირების სამსახურის უფროსი პოლკოვნიკი ბეჟან კიკნაველიძე და იგი უფრო მეც მოგუყვება ამ დღის შესახებ. მოგესალმებით ბატონო ბეჟან. უპირველესად მინდა მოგილოცოთ თქვენ ეს დღე და მინდა გკითხოთ თქვენთვის როგორც ამ ქვეყნის სამსახურში მყოფი ადამიანისთვის, რაც ნიშნავს 26 მაისი. მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის და ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე არის დღეს. ეს დღე ასოცირდება თავისუფლებასთან, ეს დღე ასოცირდება დამოუკიდებლობასთან და ეს არის სწორედ ის ღირებულება, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარს და გვეამაყება და გვაძლიერებს და ხვალინდელი დღის იმედს გვიჩენს. კი ბატონო, ასე მინდა გკითხოთ, რამდენი ახალწეული დადებს სამხედრო ფიცს წელს? მადლობა. წელს ამ ეტაპზე ფიცს დადებს 7-ზე მეტი ახალწეული და ხაზგასაცმელია ისიც, რომ უმეტესი მათგანი არის ნებაყოფლობით რეგისტრირებული, მათ თავად გამოთქვეს სურვილი გაიარონ წვიმამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით წელს რაიმე სიახლეები თუ გაქვს? ძალიან ბევრი სიახლე არის. პირველ რიგში სიახლე ეხება იმას, რომ წვიმამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ახორციელებს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. ასევე წვიმამდელების შერჩევა ხდება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ეს აღარ ხდება უკვე ადამიანების მიერ, უბრალოდ პროგრამა არჩევს, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური გამჭირვალობა და სამართლიანობის პრინციპი. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ წვიმამდელებს სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შეეძლებათ და ჩვენ თავაზობთ მოქალაქეებს სხვადასხვა ვარიანტებს. პირველი არის 6 თვის ვადით სამხედრო სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში, ასევე შეიძლება უზრუნველყოფის ან დაცვის ქვედანაყოფში 8 თვის ვადით და ასევე შესაძლებელია 11 თვის ვადით. მნიშვნელოვნად გაიზარდა ანაზღაურება, აგრეთვე 11 თვის ვადით გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო დაუფინანსებს სწავლის საფასურს უმაღლეს სასწავლებელში, არა უმეტეს 2250 ლარის წელიწადში და არა უმეტეს 4 წლის ვადისა. აგრეთვე
შესაძლებელია მოქალაქეებმა ნებაყოფლობით გამოთქვან სურვილი სამხედრო სამსახურში გაწვევის. ამ შემთხვევაში მათ შესაძლებლობა ექნებათ თავდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ლოკაციებიდან თავად აირჩიონ სად იმსახურებენ, რომელ სამსახურში იმსახურებენ და დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ 30%-ით მეტს. ძალიან კარგი სიახლეებია ნამდვილად. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. მეც გილოცავთ. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ მიულოცავ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და შეგახსენებთ, რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები და არაერთი შემეცნებითი აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი და ამ მხრივ დედაქალაქში დატვირთული იქნება ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. ძალიან დიდი მადლობა ნინი. ურმესი მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა ჩვენ ჟურნალისტ ნინი გელაშვილს, რომელიც თავისუფლების მოედნიდან გვერდებოდა, ვაგრძელებთ გადაცემას სტუმართან ერთად. 26 მაისი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი მნიშვნელობა თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ისტორიკოსი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. დილომშვიდობისა ბატონო კონსტანტინე. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დიდი მადლობა ჩვენთან უბრძანებისთვის. გილოცავთ ასევე და ულოცავთ ჩვენს ტელემაყურებელს. ბუნებრივია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მის მნიშვნელობაზე უნდა ვისაუბროთ და განვმარტოთ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, ვუთხრათ, ბუნებრივია ისტორიასაც გადავავლებთ თვალს, გავიხსენებთ როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე, როგორ მივიდა დამოუკიდებლობის დღემდე საქართველო. პირველ რიგში, რას ნიშნავს ეს დღე, დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნისთვის? უპირველეს ყოვლისა, მე მინდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობა ეს არის აუცილებელი პირობა ეროვნული განვითარებისთვის, იმ მისიის შესრულებისთვის, რომელიც ქართველ ერს დაეკისრა 1000 წლეულების უწინ და რომელსაც იგი წარმატებით ახორციელებდა ისტორიის გოლგოთის გზაზე. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმ მაღალი საკაცობრიო კულტურის და ასე ვთქვათ, ქრისტიანული კულტურის იმ მაღალი თამასის შენარჩუნებას, რომელსაც იგი წარმატებით ახორციელებდა, მაგრამ დესუვერენიზაციის შედეგად, რაც დაიწყო 1800 პირველი წლიდან და სხვათა შორის გრძელდებოდა 10 წლეულების მანძილზე, უცბად არ მომხდარა ეს დესუვერენიზაცია და მისი გადაქცევა სხვა ქვეყნის ნაწილად და გუბერნიად. აი ამის, ასე ვთქვათ, ამ შედეგების დაძლევას ესაჭიროებოდა სწორედ ეს დღე. ჩვენ მე თქვენს წინა რესპონდენტს, ასე ვთქვათ, მის საუბარს ყურადღებით უსმენდი და გავაგრძელებ ერთ თემას, რაც უკავშირდება ჩვენს უდიდეს მოძღვარს, დიდ ილია ჭავჭავაძეს, წმინდა ილია მართალს, რომელიც თავის ლექსში წერს, რომ თავისუფლება შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთბუნებისა. სწორედ აი ეს წმინდა მცნება თავისუფლებისა იყო ის, რამაც დარაზმა ერთად ქართველობა და ყველაფერი მივიდა 1918 წლის 26 მაისამდე. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ფაქტორებმაც თავისი როლი ითამაშეს. მე ვგულისხმობ თურქეთის მხრიდან იერიშის დაწყებას, თურქეთი იმუქრებოდა, რომ დაიპყრობდა მთელ საქართველოს, ხო? ნახევარს მაინც ოკუპაციას მოახდენდა. გერმანია, რომელმაც მაშინ გამოხატა ასეთი პოზიცია, რომ თუ ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი, ჩვენ შევძლებთ, რომ თურქეთი გავაჩეროთ და დავეხმაროთ და სწორედ აი ამ დროს, როგორც იტყოდა ნოჟორდანია, მოკვდა ერთი სახელმწიფო, ეს იყო სეიმი, რომელიც ბოლომდე არ იყო მთლად სახელმწიფო, რაღაც კონფედერაციის რაღაც მაგვარი იყო და იშვა დამოუკიდებელი საქართველო. ეს არის 1918 წლის 26 მაისი. ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა და მას რა თქმა უნდა გარკვეული ლეგიტიმაცია ჰქონდა, თუმცა ერთ წელიწადში ეს ლეგიტიმაცია უკვე სრული გახდა. როდესაც აირჩა დამფუძნებელი კრება და დამფუძნებელ კრებაზე მოხდა ამ აქტის ხელახალი რეგისტრაცია. ეს ბევრი არის ორი ასპექტი არის ალბათ ძირითადი ისტორიულ-კულტურული ასპექტი და არის მეორე ასპექტი უკვე წმინდად, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური.
და ეს საინტერესო არის ის პერიოდი, ის წლები, სანამ 1991 წელი დადგებოდა, რა პერიოდი იყო ეს და როგორ ვითარდებოდა მოვლენები და შემდგომ რა თქმა უნდა შევეხოთ ბატონ ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 9 აპრილს და გავხსენოთ პერიოდი. იცით 1918 წლის 26 მაისი ეს ასე არ როდესაც ხშირად ხდება ხოლმე, აი 26 მაისზე, როდესაც მიდის მსჯელობა, ხშირად აღმობენ ხოლმე, რომ ეს რაღაც ციდან ჩამოვარდა როგორც წყალობა. ეს ასე არ ყოფილა. თუ ჩვენ გავიხსენებთ ისტორიას, ჩვენ ნახავთ, რომ წინააღმდეგობა მაშინვე იწყება, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტი ხელხვეს. დიახ. აი გავიხსენოთ ტიციან ტაბიძის ერთი ასე თვითონ ამონარიდი ლექსიდან ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს ის და იმ ფიგურაზეა ეს, რომელიც ალბათ იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, მე გულისხმობ ბატონიშვილ ალექსანდრეს, ერეკლეს ძეს. ამ საშინელ და უიღბლო დროში მე მხოლოდ ერთი მრჩება ანდერძი, რომ არ ამოშრეს ხალხში ნაღველი ბატონიშვილი ალექსანდრესი. აი ეს ნაღველი იყო სწორედ სწრაფვა 1918 წლის 26 მაისისკენ. და ამ ყველაფერს ყავდა თავისი გმირები. გავიხსენოთ თუნდაც დიმიტრი ყიფიანი, რომელიც იყო 1932 წლის მონაწილე. გავიხსენოთ ალექსანდრე ორბელიანი, რომელიც გაასახლეს ამის გამო ჰელსინკში. გავიხსენოთ ელის ბარერის-თავი. აი ეს ადამიანები და სხვა, მათი სხვანი კიდევ, რომლებიც ასევე რეპრესირებულ იქნენ. ეს ადამიანები ფიქრობდნენ საქართველოში ტახტის აღდგენას, ჯერ კიდევ 1932 წელს და მეფეთ შეზღუდვა, თქო და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას, მინისტრთა კაბინეტს უკვე მაშინ და პრემიერ-მინისტრს და კონსტიტუციურად შეზღუდულ მონარქს. და ეს უნდა ყოფილიყო ალექსანდრე ერეკლეს ძე. სხვა შორის მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადმოსვენება, ის განისვენებს თეირანის სომხურ ეკლესიაში. და ის უნდა დაიკრძალოს თავისი მამის ერეკლე მეორის გვერდით სვეტიცხოვლის ტაძარში. ჩემი მოგზალებული აზრით. ბატონო რაც შეეხება შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ვერც ვერ აუვლით საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, რომელიც წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ამანაც ძალიან დიდწილად განსაზღვრა ეს დღე. და ამასაც თავისი გმირები ყავდა, როგორც ამბროსი ხელაია და რასაკვირველია უდიდესი ფიგურა ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისა, კათალიკოსი კირიონის პატრიარქი არის, კათალიკოსი კირიონი. რაც შეეხება უკვე 1991 წელს, გავიხსენოთ ბატონის ზვიად გამსახურდია და მისი როლი, რომელმაც გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ აღდგენილი. მოგახსენებთ მე მთავობას ვეკუთვნი, რომელმაც თავისი ასე ვთქვათ მოსწავლეობის და სტუდენტობის პერიოდი საბჭოთა პერიოდში განვლო. მე მახსოვს ჩვენი სახელმძღვანელოები იქ საერთოდ არაფერი არ ეწერა, მაგრამ 26 მაისზე იქ საერთოდ არ ეწერა. არ იყო ნახსენები ასეთი დღე 1918 წლის 26 მაისი. იქ ძალიან ზოგადად იყო ნახსენები, რომ საქართველოში იყო გაბატონებული ბურჟუაზიულ ფეოდალურ რაღაც ასეთი სოფლიო იმპერიალიზმის მიერ მხარდაჭერილი რაღაცა ესეთი წარმონაქმნი უზურპატორების სახით, რომლებმაც ესე ვთქვათ შრომელი ხალხის ჩაგვრის ესე ვთქვათ საფუძველზე შექმნეს ეს რესპუბლიკა, ეგრეთ წოდებული რესპუბლიკა და რა თქმა უნდა შრომელებმა ის დაამხეს. 3 წელიწადში დაამხეს და 1921 წელს საქართველოს შრომელების სიხარულით ეგებებოდნენ განმანთავისუფლებელ წითელ არმიას. აი დაახლოებით ასეთი ნარატივი არსებობდა. და არ ვიცოდით ჩვენ არც გერბი, არ ვიცოდით რომ ცხენოსანი მხედრის გამოსახულება იყო მისი გერბი, ანუ თეთრი გიორგი. არ ვიცოდით არც დამოუკიდებლობის აქტის შესახებ, ну ხო ცალკეულმა ადამიანებმა იცოდნენ, რა თქმა უნდა, ოჯახებიდან მე ვიცოდი, მაგრამ ახლა მასობრივად ადამიანებმა არ იცოდნენ. როდესაც ეს დროშები გამოჩნდა მიტინგებზე, მე გულისხმობ 1988 წელს, როდის მერაბ კოსტავას ეზოში იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ზვიად გამსახურდია არის მოსკოვში და სპასო ჰაუსში ხდება რონალდ რეიგანს სხვა საბჭოთა უფლებადამცველებთან ერთად. პირველი 26 მაისის აღნიშვნა მოხდა მერაბ კოსტავას ეზოში და აი ეს დროშები რო გამოჩნდა მაშინ
მე მახსოვს ბევრს უკვირდა ეს რა დროშებიაო. ეს სამფეროვან დროშას გულისხმობ. სხვათა შორის მაშინვე გამოჩნდა ორი კიდევ სურათი მიტინგებზე, ეს იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის და ალექსანდრე ბატონიშვილის და ვერც ერთმა პრაქტიკულად მომიტინგეების 99% ვერ იცნეს ეს ადამიანები. ყველა კითხულობდა ვინ არიან ეს ჩოხოსანი და ასე ვთქვათ წვეროსანი ადამიანები. საჭირო ხდებოდა მათთვის ახსნა, რომ ეს არის ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვინ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვინ იყო ალექსანდრე ბატონიშვილი. აი ასე იწყებოდა ყველაფერი. სხვათა შორის მერაბ კოსტავას ბინაზე ის პოლიტიკა, როდესაც ის იყო სინდისის პატიმარი, ის იყო ნამდვილი სინდისის პატიმარი, მინდა განმარტო. და ისიც თქვათ, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა და 86 წელია და ის არის ნამდვილი სინდისის პატიმარი და ნუ ვადარებთ ვიღაცებს. იცით როგორ არის? მერაბ კოსტავას პატიმრობაში ყოფნის დროს იყო ტრადიცია 1991 წლიდან, რომ მის ბინაზე აღნიშნულიყო 26 მაისის, ანუ მისი დაბადების დღე და ამავე დროს საქართველოს პირველი თეთრწყენოსანი მხედრის რესპუბლიკის დაბადების დღე. ეს ტრადიცია იყო ეროვნულ უფლებადამცველური ინდეპენდისტური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან. და რა თქმა უნდა, ზვიადგამსახურდია იყო მათ სათავეში პირველ რიგში, ვინც დაამკვიდრა ეს ტრადიცია აი აქ. ეხლა ეზოში მაგალითად უკვე რა თქმა უნდა, ეს არ მოხერხდებოდა, მაშინ ეზოში რომ ეს აღნიშნულიყო, რა თქმა უნდა, უშიშროების კომიტეტი და მილიცია დაგვარბევდნენ და სხვათა შორის 88 წელსაც დაგვარბიეს. მაგრამ შემდეგ უკვე იმდენი ხალხი მოვიდა, რომ ეს ვეღარ შეძლეს და უკვე ბერიკონში აღინიშნა, სავსე იყო გადაჭედილი ბერიკონი სტუდენტობით და ასე ვთქვათ, ეროვნული მოძრაობის აქტივისტებით. და იქ აღინიშნა პირველი 26 მაისი. რაც შეეხება 1991 წელს ამზე გავმახვილოთ ყურადღება ბატონ კონსტანტინე ვინედან არც თუ ისე ბევრი დრო გვაქვს არჩენილი და ყველაფერი გვინდა რომ ჩავატიოთ ამ დროში თქვენი ოჯახის წევრი ბრძანდებით პირველი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ბრძანდებით და შესაბამისად ეს მუხტი ეს გარემოება ყველაზე კარგად თქვენიცით თუ რა ხდებოდა მაშინ როგორი განწყობა სუფევდა რა მუხტი იყო და როგორ ვითარდებოდა ეს პროცესები მუხტი აიწია 1988 წლის ნოემბრების შიმშილობით, სადაც 10,000-ობით ადამიანი მონაწილეობდა უკვე და რა თქმა უნდა 9 აპრილს ძირითადი ესე ვთქვათ, ბიძგი მის აფხაზეთში განვითარებულმა ამბებმა, როდესაც უნივერსიტეტში იყო დიდი შეკრება და უკვე ზვიადგამსახურდია, მერაბ კოსტავა, მუხრან მაჭავარიანი, ნოდარ ნათაძე და სხვა ლიდერები დაიძრნენ დინამოს სტადიონისკენ და მოუწოდეს ადამიანებს წამოსულიყვნენ რუსთაველის პროსპექტზე. და დაიწყო 4 აპრილის შიმშილობა, რომელიც 9 აპრილს დასრულდა საშინელი დარბევით. აი სწორედ ამან მისცა მუხტი, უდიდესი მუხტი და განსაკუთრებით 26 მაისი, პირველი 26 მაისი 1999 წლის 9 აპრილის შემდეგ იყო ნამდვილი გამარჯვება, როდესაც ხელისუფლება იძულებული გახდა გამოეშვა დაპატიმრებული ლიდერები და მათ მიმართეს ხალხს უკვე უნივერსიტეტის ბაღში და უზარმაზარი მიტინგი. სწორედ აი აქედან იწყება აღმავლობა და ყველაფერი დაგვირგვინდება 2 წელიწადში, როდესაც 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა. უპირველეს ყოვლისა იყო იქ რეფერენდუმი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სხვათა შორის საქართველოს პირველი რესპუბლიკის ლიდერები უკვე მივიდნენ 1921 წელსვე ამაზრამდე, კერძოდ აკაკი ჩხენკელი, რომელიც თავის წერილებში აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს, ისინი უკვე კონსტანტინოპოლში არიან, მათ დატოვეს საქართველო არიან კონსტანტინოპოლში და აკაკი ჩხენკელი აღნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს პლებისციტი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. სწორედ ეს პლებისციტი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს და ყველაფერი დაგვირგვინდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს
ახალი, ასე ვთქვათ, აქტი წაიკითხა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ იმჟამად მომავალმა პირველმა პრეზიდენტმა ზოგადად გამსახურდია. აი ეს ძალიან კარგად მახსოვს მე მონაწილე ვარ ამ ამბებისა და ბედნიერებაა ხოლმე. რა თქმა უნდა, დიდი სიხარული. აი მე უსმენდი თქვენს ყურადღებით უსმინე თქვენს წინა რესპონდენტს და მან თავისუფლებაზე ისაუბრა, თავისუფლებას ახლავს სიხარული, იცით? აი ეს რომელი სიხარულია, როდესაც უფალმა 6 დღეში იხილა, ასე ვთქვათ, სამყარო, შექმნილი სამყარო და დაეუფლა სიხარული. აი ეს სიხარული ახლავს თავისუფლებას. ჭეშმარიტი სიხარული შემოქმედებისა. ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ კი ვეცდებით განმარტოთ თავისუფლების ფილოსოფიური არსი. სიხარული უფლის სიხარული, როდესაც მან ნახა შესაქმის ნაყოფი, ანუ ეს იყო ადამიანი და დედამიწა და სამყარო და დაეუფლა სიხარული. სწორედ ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარი იყო იმაზე, რომ ზოგს თავისუფლება სიამოვნება კი არის აი ეს დიდი სიხარული და ის რამდენადაც ენათესავება უფლის სიხარულს, იმდენად უფრო მეტი არის თავისუფლების ხარისხი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ კონსტანტინე მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, რომ გაიხსენეთ ისტორია. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ. სხვათა შორის ჩვენს ეროვნულ ბიბლიოთეკას გააჩნია ყველაზე საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი არქივი, ალბათ ყველაზე უფრო მდიდარი არქივი, რაც შეეხება საქართველოს პირველ რესპუბლიკას. და ეს ჩვენი ბიბლიოთეკის მესვეურთა დაუღალავი შრომის შედეგია, რომელმაც უამრავი რამ ჩამოიტანეს საფრანგეთიდან, აი ეხლაც ჩამოვიდა ლევილიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არქივისა და ლიტერატურისა, რომელიც იქ იყო განთავსებული. და ეს შეეხება 1918 წლის ამბებსაც, რა თქმა უნდა, იგივე ეროვნული საბჭოს მოღვაწეობას, იგივე დამოუკიდებლობის მომზადებას, იგივე საერთაშორისო ურთიერთობებიც მაშინ საკმაოდ გაცხოველებული იყო. მე გულისხმობ გერმანიის წარმომადგენლობასთან ურთიერთობებს. აი ეს ყველაფერი არის ჩვენს ბიბლიოთეკაში დაცული და რა თქმა უნდა დაინტერესებულ ადამიანებს, ისტორიკოსებს და ასე ვთქვათ, ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოგზანდეს და გაეცნოს. დიდი საჩუქარია ეს ბუნებრივია ჩვენ სიუჟეტის გოქს მომზადებული და ჩვენი მოყოლებელი აუცილებლად იხილავს ამ წარმატებები მინდა გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ბატონ კონსტანტინე. ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ისტორიკოსი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უკავშირდება. რამასალებს ინახავს საქართველოს ეროვნული არქივი 26 მაისთან დაკავშირების. ჩვენი გადამღები ჯგუფი გაეცნო ექსპოზიციას, რომელიც მრავლად მნიშვნელოვან მასალებს მოიცავს. ნახოთ სიუჟეტი. დღეს ყველა პატრიოტის ზეიმია, დღეს ყველა ქართველი მასპინძელია. ეს მცირე ამონარიდებია იმ წერილებიდან, რომლითაც ქართველები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდნენ. ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის კედლებზე რესპუბლიკის სხვადასხვა კუთხიდან გამოგზავნილ ასეთ არაერთ ფრაზას ამოიკითხავთ. პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა, დამოუკიდებლობის აქტი, გერბისა და დროშის ესკიზები, 1921 წლის კონსტიტუცია, ჰიმნის ნოტები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი ექსპოზიციით აღნიშნავს. აქ არის გამოფენილი ორიგინალები იმ დოკუმენტებისა, რომელიც ასახავს ამ ჩვენთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს ჩვენი ერის ცხოვრებაში, დამოუკიდებლობის დღეს, ეს გახლავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც იქნა მიღებული 1918 წლის 26 მაისს, ასევე არის დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც იქნა დადასტურებული 19 წლის 12 მარტს საქართველოს სახელმწიფოს შტანდარტი და ასევე საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბი, რომლის ნახვაც ორიგინალის სახით შეუძლია დამთვალიერებელს. ასევე არის აქ კონსტიტუცია, ის კონსტიტუცია ერთადერთი, რომელიც არის ხელმოწერებიანი და რომელიც იქნა მიღებული
ბათუმში, როდესაც უკვე საქართველოს მთავრობა იმყოფებოდა ბათუმში, 1921 წელს იქნა ეს კონსტიტუცია მიღებული და ესეც ორიგინალი სახით არის და ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ასახავს ძირითად მომენტებს ამ სახელმწიფოსაც, ეს არის კანონები, ეს არის კულტურა, ეს არის მეცნიერება, განათლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამოფენაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალა დამთვალიერებელს 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიაში ამოგზაურებს. საქართველოს რესპუბლიკის გერბი, ამ გერბის კონსტიტუციაზე მუშაობდნენ ივან ჯავახიშვილი და დიმიტრი შევარდნაძე. როგორც ხედავთ, არაჩვეულებრივია, თეთრი გიორგით არის 7 მნათობით უკან. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც იქნა დადასტურებული 19 წლის 12 მარტს, მე ხას უსვამ, რომ საუბარია ორიგინალებზე. ერთი და მეორე შემთხვევაშიც დამოუკიდებლობის აქტი თავისი ბეჭდით და ხელმოწერებით ეს გახლავთ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტი, ორიგინალებია, არსებობს უნიკალურები, ანუ თითო ვარიანტი არსებობს ამისი. და თქვენ გექნებათ ახლა საშუალება ნახოთ, როგორც ეროვნული საბჭოს, ანუ 1918 წლის 26 მაისის სხდომის ოქმი, ასე 1919 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი, ანუ ერთ შემთხვევაში ეს იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, ხოლო მეორე შემთხვევაში იყო პირველი სხდომა დამფუძნებელი კრებაზე არჩევნების შემდეგ. ეს ორიგინალების სახით არის როგორც ერთის ოქმი, ასევე მეორისაც. საგამოფენო პავილიონში თქვენ ნახავთ ეროვნული დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნის შესახებ დოკუმენტებს და ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების სამსახვალ საარქივო მასალას. ხედავთ ამ ზეიმის აღნიშნულ სხვადასხვა მოვლენას. გოგონები მოდიან რუსთაველზე, ეს არის ჩვენი მთავრობა, რომელიც აქვე რაღაცა მსვლელობით გამოდის 26 მაისის აღნიშნული მსვლელობით. ეს არის სასახლის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებული დროს უკვე აღარ არის ეს ქუჩა მოგახსენებათ. ეს არის საქართველოს რესპუბლიკის უმნიშვნელოვანესი გზები, ბონები, რომლებიც მაშინ საქართველოში იყო მიღებული. ეს გახლავთ და სხვათა შორის საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი, ეს გახლავთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში პირველი ბანკის დაარსების ისტორია ამ ფოტოზე. დამოქმედების ისტორია ამ ფოტოზე ასახული, ეს გახლავთ საქართველოს ბანკის გამგეობის წევრების ფოტო. და რასაც ხედავთ, ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოს 1921 წლის 6 თებერვალი ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს და ასევე ოფიციალური დოკუმენტებიდან კიდევ ერთ ეს არის ჰიმნი, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს რესპუბლიკის მიერ და რომელიც ის არის 3 წელიწადი და ამ შემდეგ მოგვიანებით ალბათ ემიგრაციაშიც ქართველები ამ ჰიმნს აღიარებდნენ როგორც ჩვენი სახელმწიფოს იმანიშნებელ ერთ-ერთ სიმბოლოს. 1918 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. სწორედ ამ დღეს გამოიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და გამოცხადდა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნულ არქივში ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სოფიო კუჭავა და გეგინე მსიწვერძე მუშაობდით თქვენთვის. სრულიად საქართველოს გილოცავთ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მეც გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს და როგორც უკვე გადაცემის დასაწყისში გითხარით, ახლაც იგივე სურვილებს გიგზავნით, რომ ყველას გამთლიანებულ, გაერთიანებულ და ერთსულოვან ქვეყანაში გვეცხოვროს. ნახვამდის. Thank you.